ბიჭებს გაუმარჯოს ბიჭებს. ეხა გლუს შევეშვათ და ცოტა ნარეზიანზეც ვილაპარაკოთ, თორე ძალიან ბევრი ლაპარაკი გამოგვდის უკვე გლულულიანზე და სხვა რამეზეც ვილაპარაკოთ ცოტა. ეხა მინდა რომ გითხრათ 22 მაგნიუმზე. ეს არის ჩეზე 455 კანადური ვერსია. ეხა 457-ებიც გამოვიდა. რაღაცეები შეცვლილი აქვს იმას ცოტა სხვანაირი ვერსიებია, მაგრამ მოდი ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ. ეს არის 22 მაგნუმი. ზოგს 22 LR-ში ეშლება, ზოგს კი არა შეიძლება ბევრსაც რა ვიცი და ადარებენ ეგრეთ წოდებულ გეკო არ არის ეს, მეგობრებო. ეს არის 22 მაგნუმი, გაცილებით მძლავრია ვიდრე 22 LR-ი. აი დაახლოებით რაც 22 LR-ს აქვს საწყისი სიჩქარე, ეს იღებს იმას 100 მეტრიდან უკვე რა. 500 მეტრი წამამდე აქვს ამას დაახლოებით საწყისი სიჩქარე და LR-ს აქვს 300, 320, რა ვიცი 340 გააჩნია ეხა ტყვიას რა ტყვიას ისვრი. ხო და ეს იღებს 500 მეტრი წამიდან საწყის სიჩქარეს. საკმაოდ მძლავრი იარაღია, მინდა გითხრათ თავის კალიბრში რა. ძირითადად ამას გამოიყენებენ ამერიკელები აი კოიოტზე და ესეთ რამ მავნებლებზე რა. დაახლოებით ამ ზომის ცხოველებზე. ანუ ჩვენ პირობებში შეგვიძლია რომ ტურაზე ვიხმაროთ ეს ძალიან მაგრად. აი ესეთი ვაზნები აქვს. ეს არის სერიერ ბელოტის ვაზნები. ეხა ამას ცოტა პრეტენზიული ლულები აქვს ჩეზეებს ზოგადად რა. და ეს ვაზნებიც ახლა ამერიკული კალიბრია საქართველოს ბაზარზე ჭირს, არა გვაქვს ფართო არჩევანი 22 LR-თან შედარებით, მაგრამ რაღაცებს ვცდილობთ ხოლმე რომ მოვარგოთ რა მონადირეებმა ეხა ვისაც ეს იარაღი აქვს იციან რა და დამეთანხმებიან რომ ეს ესია რა და ტანჯულები ვართ ამ ხრივ რა მინუსი ეგ არის რომ ამისი ვაზნები საქართველოს ბაზარზე მაინც და მაინც ფართო არჩევანი არ არის და არის შოვება რა. ეხა ხელში რაც მიჭირავს ეს არის ჩეხური სერიერ ბელოტის ესეთი hollow point-ები. არ ვიცი ხა კამერაში როგორ ჩანს აი ექსპანსიური ტყვიებია, სახეთქი ვარიანტები. სანადიროდ ძალიან კაი ვარიანტია. აქ ეხლა სადაც ვარ ამ ადგილას 100 მეტრი ვერ ავნახე რა სასროლი და სამიზნე გამზადებული მაქვს და 70 მეტრაში მინდა რომ ვესროლო რა. შედარებისთვის ისე რომ ვნახოთ როგორ ისვრის. წავალ ეხლა სამიზნეს დავაყენებ და შედეგებზე ვილაპარაკოთ მერე. მოკლედ სამიზნე დავაყენე აგერიქ 70 მეტრაში. და ცოტა ქარია. ხა როგორ იმოქმედებს არ ვიცი. ალბათ უარ ყოფითად. მაგრამ ვნახოთ რა იქნება ეს. ხელში მიჭირავს ესეთი სავაზნე, რომელშიც 5 მიდის. ჩეზე 455-ს 5-იანი სავაზნე აქვს და ჩავალაგებ ხა ტყვიებს და ვესროლოთ. ვნახოთ აბა რა იქნება. აბა წავიდეთ ვნახოთ. მოკლედ ესე მეგობრებო, ცოტა მარჯვენა ხრის შემხედრი ქარია და მაღლა 100 წია ტყვია, მაგრამ ძალიან მაგარი შედეგია. დაახლოებით ალბათ 3 სანტიმეტრი რა, მაქსიმუმ 4. რამდენი აი 2 თითის დადება. აი ესე ჩააჯგუფა. ეხა ეს შემხედრი ქარი რო არა ყოფილიყო, ეს ჯგუფი იქნებოდა პირდაპირ იქ შუაში. მაგრამ ძალიან მაგარია. ანუ ტურისთვის ეს მეტიც არის. ტურას კი არა, შავშზე ინადირებ ამას თავისუფლად. ეხა რა თქმა უნდა ეს შავშზე არ არის გათვლილი, მაგრამ მაინც სიზუსტეზე ვამბობ, რომ
ჩვენივრად ისროლა ეს სერიელ ბელოტის ტყვიები. ბიჭებო, ძმებო, მონადირეებო, მოკლედ, ვისაც ჩაჯდომით ნადირობა გიყვართ მტაცებელზე, 22 მაგნიუმი არის ზედ გამოჭრილი ამ საქმისთვის. რა ვიცი, ვეცადე რომ რაღაცა ჩემი პატარა გამოცდილება გადმომეცა თქვენთვის. ბევრმა შეიძლება ჩემზე მეტი იცით, აქეთ შეიძლება რომ ვისწავლო თქვენგან, მაგრამ ვინც არ იცით, ვცდილობ რომ რაღაცნაირად ჩემი რაღაცა პატარა გამოცდილება გადმოგცეთ. კარგად იყავით ბიჭებო, მომავალ შეხვედრამდე.